წინა TikTok-ის ლაივზე მე დავხურე მაილიგა. ნუ დავხურე რა, მეოთხეზე გავედი და მე უკვე აზრი აღარ ქონდა და ამიტომ აღარ გამიგრძელებია. იმავე სტრიმზე დავიწყე პრემიერ ლიგით, კონკრეტულად ლივერპულით, რა ვიცი, ყველა საუკეთესო ლიგით და საფეხბურთო სამყაროში. აი მედი მაქვს ლივერპულით მაინც დავდე პირველ ადგილს ნახოთ, როგორ იქნება, რანაირად იქნება. შევიძინე ყველა ფეხბურთელები და დავიწყოთ. დალაიქეთ მე ვიდეო აუცილებლად, გამოიწერეთ არხი, გააქტიურე ზარზგალკია ურამ ხელახმაზე ვლაპარაკო, არა ზემოთ ყველა ზინავს ძმაო, ზემოთ ყველა ზინავს ჩამივარდებიან გამხრების შუაზე. არაფერი ხალხო, არაფერი. ჩემპიონში უბერავ რა, ჩემპიონში ვარა. საკანე ლაივანს თავის მოძრაობს, ბრატ, არ გავგიჟდი ახლა. ჩემი დედას პიცა ვარ, აი, რამეს თუ დატყვან. დედას პიცა ვარ, კადრს არ გავჭედავ. ოღონდ სვეტში. ჩემი ძაღლი ყოფილა ღადაო, ჩემი გული გამისკდა ბრატ. აი მოკლედ დავიწყოთ რა, რა უკვე ნერვოზი მაქვს. ხო, შევედი ჩემს აკაუნტზე და გეტყვით იმას, რომ ყველა ფეხბურთელი არ მიყენია სასტარტოში. Manchester United-თან კი მატჩი. ნუ 3-3, 2-3 და 1-2, ერთი წაგება, ერთი მოგება, ერთი ფრე. ხო. და ესე იგი ვითამაშებ დღეს, მოდი ალბათ ბრაიტონამდე ვითამაშებ და არსენალი, ჩელსი, ვულზი და ნოტინგემი და სიტი, ძალიან მაგარი მატჩები მელოდება შემდგომში. კაი, ნუ გეიმპლენს შეგახედებთ. აი ესეთი წყობა, ნუ რა თქმა უნდა, ერნეს ლოტი, რომელიც ლიცენზირებული არ არის, კარში მამარდაშვილი, ფრიმპონგი მარჯნივ, ვან დეიკი, ეს კონატე ამ მგონი, კი ბატონო, რობერტსონი, აქ გრავენბერხი, ხო, კი ბატონო, გრავენბერხი, ვირცი, სობოსლაი, გაგპო, ისაკი და სალაჰი. ხო, აი აქ ესენი არ შემიყვანია ჯერ, მაგრამ ნუ შემოვიყვან ეხლავე. ნუ გაიდოში იყოს ესე რა, ამათ არ გამოვიყვან, ხო, ამათ არ გამოვიყვან, მარტო ესენი უნდა გამოვიყვანო რა. კაი იყოს და შემდგომ ეპიზოდში უკვე სრულ კომანდას შევკრავ რა. კაი, კი მატჩი Manchester United-ის წინააღმდეგ, Manchester United-თან წააგო წინა მატჩი ლივერპულმა, გასაოცრად არ ვიცი, აი ვერავინ ვერ წარმოიდგენ და Old Trafford-ზეა თამაში სხვათა შორის, ძალიან მზიანი ამინდია, ძალიან კარგი, ხოძე არ არის, ჩვენი რობერტსონი და ვინ არის ხოძე რა ვიცი, კაი, ნუ არ არის ხოძე, მაგრამ კაი, ვითამაშოთ მაინც. დავიწყეთ კი მატჩი Old Trafford-ზე Manchester United-ის წინააღმდეგ და ახლა კარგად უნდა ვითამაშო, აი ყველანაირად კარგად უნდა ვითამაშო. დავაი, let's go. თქვენი ხანდი სანამ კარგად ვითამაშებ, გამოიწერეთ არხი. და დალაიქეთ ეს ვიდეო. ძალიან კარგად იწყება. სხვათა შორის. ანუ სერ ალექს ფერგიუსონის სტადიონიო. მართლა ის აწერია Old Trafford-ს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაიწყო პრემიერ ლიგის სხვათა შორის ძალიან საინტერესო მატჩი, ნუ პრემიერ ლიგაში ყველა მატჩი საინტერესოა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო მატჩი Manchester United-სა და ლივერპულს შორის. ხედავთ, ჩამოვარდეთ ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი და ნახოთ თუ ვინ გაიმარჯვებს დღეს. წითელი ეშმაკები თუ Merseyside-ული გრანდი. ხედავთ იქ Van Dijk-ს, რომელიც ხურდებოდა და ჩაფსტვენს ახლა პრინციპში არბიტრი, დაიწყება პირველი ტაიმი. Old Trafford-ზე მინდა გითხრათ, რომ შვენიერი ამინდია, ნუ ატმოსფეროც როგორც ნახეთ, ძალიან კარგი იყო. მინდა გითხრათ, აი გადავსებული იყო ულშემატკივრებით და დაიწყეს Manchester-ის ფეხბურთელებმა Diego Dallo ამასობაში. კარგად თამაშობს Diego Dallo, გადაკიდება უნდა, თუმცა Virgil van Dijk თამაშობს აქ იდეალურად. ფრიმპონგი აბა მუჰამედ სალაჰი, ლივერპულის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. ვერ ვიტყვით იმას, რომ ლივერპულში აი ახლა ისეთი ფეხბურთელები გადმოვიდნენ, რომ რაღაცა თითქოს მხოლოდ ერთი იყოს გამორჩეული, მაგრამ ნუ სალაჰი, როგორც მოგესწრებათ, რა ვიცი, მე მგონი ყველა რა დაზღვევა, მე მგონი კონატე იყო, ეგა? ან კონატე იყო, ან გრავენბერხი. ვერ წამი რომელი იყო? რა ჩასრიალება და მამარდასაც კარგი რეაქცია ჰქონდა იდეაში, რომ რაღაცა დაერტყა პირდაპირ კარში, ნუ პრინციპში შეიძლება რომ მოიხსნა მამარდას. აბა ჩაწოდება ამასობაში საჯარიმოში, თუმცა გამოვიტანეთ ბურთი. გრძელდება მათი შეტევა. ხო, ვამბობდი იმას, რომ არ არის ლივერპულში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გამორჩეული, აი ესე მაგალითად არის როგორც მუჰამედ სალაჰი, ასევე შეიძლება ითქვას სობოსლაიც, რა თქმა უნდა, სწორედ ის არის ახლა ბურთი სობოსლაის დარტყმაშორიდან, თუმცა ხელებში იღებს მეკარე. ასევე ალექსანდრ ისაკი, ფლორიან ვირცი, ფრიმპონგი, ვან დაიკი, უნდა
რა თქმა უნდა, ეს ნიდერლანდელი ძალიან გამოცდილი მცველი, რომელიც ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა ლივერპულის რიგებშია და ლივერპულის ღირსებას ასე თუ ისე იცავს, რა თქმა უნდა, ამასობაში ეგვიტელი ფარაონი გასროლა შორიდან, თუმცა ისევ იდეალურად თამაშობს მანჩესტერის მეკარე. კოდი გაკმო. აბა, მოდი ჩავახვიოთ. არ გამომივიდა ეს ჩახოლა. კი ბატონო, მე-20 წუთი ამასობაში და პირველი კუთხური Manchester United-ის კარში, რომელსაც მოაწვდის დომინიკ სობოსლაი და ეს რა თქმა უნდა ჩემი ერთგვარი ხრიკი, ეს ბაგი, რომელსაც აუცილებლად აქაც გამოვიყენებ და გავტესტავ, როგორ მუშაობს. კარგად მუშაობს, მაგრამ არაზუსტი დარტყმა იყო. მუჰამედ სალაჰი 20 ნომერი რატომ არის, არ ვიცი. შემდგომ ეპიზოდებში ვერ დაგპირდებით ახლა ზუსტად გამახსენდება თუ არა, მაგრამ თუ გამახსენდა აუცილებლად შევუცვლი. და აბა ლუკ შოუი ვის გახსოვთ დაბიწერეთ კომენტარებში. მუჰამედ სალაჰი, ალექსანდრ ისაკი არ გამომივიდა პასი. მოდი გაკმოსკენ აქ სობოსლაი გარბოდა, მაგრამ ქუსლში მოხვდა ბურთი და სამწუხაროდ ვერ გაუგეს ერთმანეთს გაკმობდა სობოსლაი. აქ კარგი პასი და მამარდან ეს უნდა აიღოს. ბრავო მამარდ, ბრავო! გიორგი მამარდაშვილი. რა ბურთს ხსნის უბრალოდ. ნახოთ განმეორებით აუცილებლად ეს მომენტი. თუმცა ხომალა ვაპარაკობ, მაგრამ აი ეს მომენტი, რა ვიცი, ემოციის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ბრავო გიო. მამარდა. ანუ ახლახანს გადავიდა ზუსტად მამარდა ლივერპულში. და შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება კი არა და არის ესე ვთქვათ, ალისონ ბეკერის იდეალური შემცვლელი, რა თქმა უნდა. ალისონ ბეკერი არ არის და იმედი მაქვს, აი პირველად მინდა ესე რომ იმედი მაქვს, რომ დიდი ხანიც ვერ გამოვა და ამასობაში მამარდას ექნება შანსი რომ გაიბრწყინოს ლივერპულში. და გახდეს ლივერპულის ლეგენდაც თავისთავად, რატომაც არა. მანჩესტერის ფეხბურთელები ამასობაში, ვან დაიკი კარგად თამაშობს დაზღვევაზე, ფლორიან ვირცი, მუჰამედ სალაჰი, ალექსანდრ ისაკი გადაკიდება სობოსლაის მიმართულებით, სობოსლაის პასი მინდოდა გვერდზე გაკმოს მიმართულებით, თუმცა არ გამომივიდა ეს პასი. 2 წუთი დამატა მთავარ დროს პირველ ტაიმს, უბრალოდ არბიტრმა. და ამ 2 წუთში დიდი ვერაფერი ვერ მოხდება იდეაში და დასრულდა პირველი ტაიმი. 0-0. უგოლო პირველი ტაიმი გამოგვივიდა. იმედი მაქვს მეორე ტაიმი უფრო კარგი იქნება, იქ ერნეს ლოტი ცოტა დაელაპარაკება ფეხბურთელებს და გავაგზავნოთ, აბა პირდაპირ დავიწყოთ მეორე ტაიმი, ჯერჯერობით შეცვლები არ მინდა. სხვათა შორის, აი ეს მე მაგალითად პირადად მომეწონა ლივერპულის ახალი ფორმა და თქვენ რას ფიქრობთ? აუცილებლად დაწერთ კომენტარებში. აქ სობოსლაი და 1-0 გაიხსნა ანგარიში. დომინიკ სობოსლაი, ვინ თუ არა სობოსლაიმ გაიტანა მუჰამედ სალაჰის ასისტით და გახსნა ანგარიში მატჩის 52 წუთზე და გახარებული მამარდაშვილი. აი ეს გიორგის რეაქციები და ემოციები უფრო სწორედ განმეორებით და ნახოთ აუცილებლად ეს მომენტი. აი აქ სალაჰმა რა კარგად ჩაერბინა, შემდგომ ჩააწოდა, ტრიბელათი გაუშვა სხვათა შორის და დომინიკ სობოსლაი 1-0. ტაბლოზე 0-1-ია. ბურთი ბადეშია და ტაბლოზე 0-1-ია. 59 წუთი ამასობაში, ამა დიალო სობოსლაი კარგად იზღვევს თავს. ჯერჯერობით კარგად გამოიჩინა მან თავი, თუმცა აქ კაზემიროს ვერ გავწდი, იმიტომ რომ ძალიან ჩემბრალი იყო იდეაში, მაგას არც ვაპირებდი. მაგრამ რატომღაც მოვინდომე რომ გამეგდო ბურთი აქ ფლორიან ვირცი დაზღვევაზე ფრთხილად ფლორიან ვირცს მოვიშოროთ წინ მუჰამედ სალაჰისკენ კარგი პასი გაყოლება სობოსლაის მიმართულებით აქტიური სობოსლაია თვითონ მოინდომა ასისტის გაფორმება, თუმცა არ გამოვიდა ეს გადაცემა. 3 წუთი თავარ დროს ნახოთ აბა დიდი ალბათობით დასრულდება. კი ბატონო, მინიმალური ანგარიში დაამარცხა ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედი და დომინიკ სობოსლაი გახდა მატჩის MVP. საინტერესოა ძალიან. კარგი, ჩემო ბატონო, კარგი. გადავიდეთ ახლა უკვე. ოკეი, კი, ესაც გაძლიერდა, მაკალისტერიც გაძლიერდა. ეგეთიც წავიდა ამასობაში 79 ოვერალზე მინიმალური ანგარიშით. ნახოთ აბა რომელ ადგილზე ვართ. მე-9 ადგილზე ვართ სამწუხაროდ ჯერჯერობით. ბრაიტონი არის პირველ ადგილზე, ვესტემი მეორეზე, ვულზი მესამეზე, ჩელსი მეოთხე, მეხუთე ნიუკესლი, მესამე მე-6 არსენალი, მე-7 სიტი, მერვე ბარნლი. ამ ძლიერ გუნდებს რა ჭირთ? ანუ ვინ არის პირველზე და ვინ არის რა ვიცი, მე-7-ზე? What? კაი, ბორმუნთის წინააღმდეგ, ხო? კი ბატონო, ბორმუნთი, სანდერლენდი და ბრაიტონი პირველ ადგილოსანი გუნდი.
ბორმუთი მე-17 ადგილზეა და წესით და რიგით არ უნდა გამიჭერდეს ბორმუთის წინააღმდეგ. დალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად ძმებო, შეგახსენეთ და გამოიწერეთ არხი უდესი მადლობა ყველას წინასწარ. ახლა უკვე ჩემს სტადიონზე არის თამაში და ყველა ასეთ ისე ნორმალურ ფორმაშია. დავიწყოთ პირდაპირ, დავიწყოთ. საინტერესოა პრემიერ ლიგა, მართლა ძალიან საინტერესოა, ერთ-ერთი კი არა და რავი, ჩემთვის გამორჩეული არის მართლა ლიგებს შორის. კი ვარ ბარსელონას გულშემატკივარი, მაგრამ პრემიერ ლიგაზე კარგი და საინტერესო და ესე ვთქვათ დაძაბულობით და ემოციით სავსე ლიგა. მე ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი. რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, თუმცა პრემიერ ლიგას არც ერთი არ ჯობს. დავიწყეთ ამასობაში პირველი ტაიმი და ნახოთ უკვე რას მოახერხებს ლივერპული ამ მატჩში. მოახერხებს თუ არა მოგებას ამ მატჩისას. მამარდაშვილი იდეალურად თამაშობს, ბრავო. თუმცა გრძელდება ისე მათი შეტევა და აქ თამაშგარე, კი ბატონო. მამარდას ეს სეივი უნდა დაუფასოთ აუცილებლად. და კარგად მოიგერია, კარგი ბურთი მოხსნა. აბა წინ გავუშვათ. ისაკი. გაკპო. ისაკისკენ პასი. ისაკს სისტრაფე გაკ ახლა არ შემარცხინო. კაი რა, ისაკ, კაი რა. ხო, კომენტარებში კიდე დამეწერეს იქ ლაივში. კეჟოს მოკითხვა აქედან, კეჟო თუ მიყურებ ჯიმა. რო ისაო, ის გამოიყვანეო რა. ვაიმე რა, კარგად დაარტყა მაკრატელაო. უნდა გამეია სამნისფრებინა. და მერე უკვე კარგად დაარტყმდა რა. მერე უკვე შეიძლება ძალიან ძლიერის დაარტყა და შეიძლება ძალიან სახიფათო დარტყმა ყოფილიყო. ეს არ იყო იმდენად სახიფათო. ოხ. ხო. რო ისაო, რა ქვია მაგას, აი Player of the Week კარდი გამოიყვანეო სალაჰისო რა. და ეგ უფრო კარგი არისო და ნახოთ აბა. აი ამ მატჩის მერე შეიძლება გამოიყვანო. ვირცი კარგი იყო აქა. მოჰამედ სალაჰისკენ პასი, მოჰამედ სალაჰს გაიქცა არა მწვანე, კი არა Player of the Week კარდი უნდა შემოვიყვანო აუცილებლად და უნდა შევცვალო. აქ რა შეცდომა. აბა. გაკპო, კოდი გაკპო. 1-0. აბა რა ბიჭო. ეს შეცდომით, რა თქმა უნდა, ამ შეცდომას ლივერპული ბორმუნდს არ აპატიებდა თავისთავად. აქ ნახოთ განმეორებით. ეს გაკპოს მშვენიერი მოტყუება თითქოს და კარგადაც ჩაახვია კიდევაც კარში. ამიტომ გაიხსნა ანგარიში 1-0 ლივერპული ბორმუნდი. ნახოთ აბა ბორმუნდი რას მოიმოქმედებს. რას იზამს, როგორ უპასუხებს ამ გოლს. ამ შეცდომას გამოასწორებენ თუ არა. აბა, ჯასტინ კლუივერტი. ალექს სკოტი. კონატეს რა კარგად გაცდა. ეს თამაშგარი იქნებოდა თავისთავად. თამაშგარი არ ყოფილიყო. ანუ შევამჩნე იდეაში თამაშგარი იყო, თორე მამარდას გამოყვანას ვაპირებდი იდეაში, ანუ მამარდას გამოსვლაზე. არ არის ისეთი რაღაცა სასწაული, მაგრამ არც ცუდი არ არის. რა კარგი პასი. ჯანდაბა რა, მაინც გავიდა გოლი. მაინც გავიდა, მაგრამ ნუ კაი, არა უშავს, რავი, დრო მაქვს და იმედი მაქვს ახლა. რამეს მოვახერხებ. აიმე ვირც უცებ გაგეკეთებინა ეგ პასი რა. აუ, ეკიტიკე ვერ მიწდა ბურს, მაგრამ ნუ იდეაში სუსტი დარტყმული იქნებოდა ეს თავით რო დაერტყა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს დარტყმული ხო იქნებოდა. აბა ფლორიან ვირცი. ჯანდაბა. აუცილებლად შეტევაზე უნდა გადავიდე. სვანაირად არ გამოვა. ვახ, ძალიან ცუდად გამექცა იქ ბორმუთის ერთი ფეხბურთელი და ამის გამო დავისაჯე. შეიძლება ითქვას რომ გამოასწორეს თავიანთი შეცდომა. აქ რა კარგად გაიქცა სალაჰი. გამოდი შენი. არა ბიჭო. რა გამოდი შენი ძმა, რას ვეუბნები. აუ, თავზე გადავუგდებ თქო ვიფიქრე. აბა რა. ეგვიპტელი ფარაონი. ტყუილად კი არ ქვია ამ ადამიანს. ეგვიპტელი ფარაონი. 2-1. კალმა. ვის ბიჭო,
ვის სულტანი? ვის? ლივერპულს სულტანი? აუ, ჩემი მინა. ჩემმა ზაღმა იმეო ყველაფერი გამჩამოყარა აივანზე ჩემ. ой, მე რამ ხელას 6 წუთი და ის დაამატე კიდე რა ვიცი. 30. ეს 6 წუთი ცოტა გამავია ზმანო. ისინი რო იგებდნენ 1 წუთს დაამატე და მარტო. აი მართლა. ისინი რო იგებდნენ. აი 6 წუთის დასამატებელი რა ჭირდა ამას? ჰა? დავარტყათ ერთი შეხებით. მე შენი, აი ნუ მოვიგერა 2-1. ვისუტან ბიჭო. 2 წამი აბა. ისე ვის გავითამაშო. 6 yard. ახლა მეორეს თუ გავიტანებ შო რა მორჩა ყველაფერი რა. მორჩა კინო წადის სახში. მორჩა კინო წადის სახში. მორჩა კინო წადის სახში. კალმა. კალმა. ვისე ჭიმები, რასე ჭიმები. ასე და ამგვარად ზღაპრის ბოლო კეთილია. აი თამაში და დასრულდა. აი ახლა ის არ დამავიწყდეს მწვანე ესა player of the week-ის კარდი უნდა შემოვიყვანო მოჰამედ სალაჰის აუცილებლად. ეკიტიკიც ნელა ძლიერდება 80 რეიტინგამდე ავიდა. კი ბატონო მე 6 ადგილზე ვართ. ბრაიტონი ინარჩუნებს პირველ ადგილოსნობას რა ჯანდაბა არ ვიცი, მაგრამ პირველ ადგილოსნობას. და overall რეიტინგი და აი ყველაზე მაღალ რეიტინგიანი სალაჰი რომელი მყავს ჩემი დედას პიცა ვარ. ყველაზე მაღალ რეიტინგიანი სალაჰი რა ვიცი. ანუ მწვანე ჯობიაო მეუბნებიან, მაგრამ რავი აბა. გავტესტავ მაგ მწვანესაც ხა ჯანდაბას. ეს სალაჰი ჯობია ამას? 97-ია მაინც აზრი. ჩემი დედას პიცა ვარ. რანაირად ჯობია? ნუ ნორმი აქვს სტატები, მაგრამ კაი მოდი გავტესტავ. Kicking power-ი 76 აქვს. კეჟო ძმა, რანაირად ჯობია? კაი, მე-18 ადგილოსანი სანდერლენდი. აბა წავიდა სანდერლენდთან. ბევრი ლაიქები, ბებო ამ ვიდეოს, ბევრი ლაიქები. აი ბატონო ჩემო. ესე იგი, ალისონი ხოძზე არის, თურამე და მამარდამ თუ ვერ ითამაშა, შემოიყვან აუცილებლად. ნუ ეგეთიკეს ისედაც შემოიყვან ისაკის ნაცვლად. ისაკი რაღაცა ძალიან გამოთიშულია და არ მომწონს, იმიტომ რომ მინდა თავი რო გამოიჩინოს და ერთი გოლი რო გაიტანოს, ერთი გოლი მაინც. არ მახსოვს ლაივში გავიტანე თუ არა ისაკეთ გოლი, სიმართლე გითხრათ რა დაგემალოთ და. ამიტომ იმედი მაქვს აქ მოვახერხებ რა. დავიწყეთ პირდაპირ. გაათამაშეს სანდერლენდის ფეხბურთელებმა ბურთი. დაიწყო პირველი ტაიმი და აბა ვნახოთ მსგავს კამბექს. ნუ კამბექი 1-0 პრინციპში არაფერი დასაკამბექებელი არ არის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მოახერხებს თუ არა ლივერპული კამბექს ან თუნდაც კამბექის გარეშე მოგებას. რა კარგი პასი მოჰამედ სალაჰის მიმართულებით. ღმერთო ჩემო, რა ტრიველა და აი ეს იყო რაც იყო. დომინიკ სობოსლაი, ეს ადამიანი, ეს ფეხბურთელი უნდა გახდეს ბომბარდირი ლიგის. პრემიერ ლიგის ბომბარდირი უნდა გახდეს დომინიკ სობოსლაი. ბრავო. სიტყვები არ მყოფეს. მე 7 წუთზე კერდა, ხო, მე 7 წუთზე დომინიკ სობოსლაი იტანს გოლს, ხსნის ანგარიშს. აი ესეთი ძალიან მაგარი გოლით. ბრავო სობოსლაი. რა კარგად ჩასრიალდა იქ და როგორი იბრძოლა ბოლომდე რომ გოლი გაიტანა. აი რისთვის ჭირდება ლივერპულს აი ეს ბიჭი. ძალიან მაგარი ფეხბურთელია მართლა. ძალიან მაგარი. როგორც ასეთი იფუტბოლში ძალიან მაგარია და რეალურადაც არ არის ცუდი ნამდვილად. ვაიმე არა. კი მოხსნა მამარდამ, მაგრამ კი მოხსნა, თუმცა გამიმართლა რა. აუ ისე მეორდება რა. ისე მეორდება.
ვაიმე. ბიჭო, ძალიან სარისკო ითამაშეს ახლა ამ მომენტში. ანუ ძალიან გარისკეს. შეიძლებოდა და დაეკარგათ ბურთი და რა ვიცი, არიელკარში გამედანა გოლი. ფლორიან ვირცი კარგად დავინახე სალაჰი, თუმცა ძალიან კუთხეში მომივიდა პასი. აბა, ფრიმპონგი, ვაიმე, გთხოვ. შესულიყო რა იქნებოდა, შესულიყო. აუ რა კაი რიკოშეტი იყო არა და თითქოს ერთი შეხედვით, თუმცა მე ჩემ ბაგს გამოვიყენებ აქ ახლა რა თქმა უნდა. ბაგი თუ ხრიკი თუ რაც ქვია. ვაიმე შენი მეორედ. ვაიმე. რა მომენტი ვერ გამოიყენა, ბიჭო, არ გავგიჟდე ახლა. ბურთი დაუთმეს და ესეთ მარტივ მომენტში ვერ გაიტანა გოლი. აუ, არ გავგიჟდე ახლა ეს რა იყო, ბიჭო? ესეთ ძალიან მარტივ მომენტში გოლი ვერ გაიტანა. აუ, ჩემი კაი. კაი, ბიჭო. გაგვიჭირდება აქ ცოტა. ეს უკვე არ მომწონს. აუ, ვირც იქით ვინმე მიყვებოდა მეგონა ძმა. და გამისწორდა. კაი, ხა 10 დის კაცო, რა პონტია? დამთავრდა ძმა 3 წუთი. ეს რა, აი ხომ და დაემთავრებინა რა? აი როცა გამოიტანეს ხომ და დაემთავრებინა. ესეთი რაღაც მე არ გამიგია. 3-1 პირველი ტაიმი საინტერესოდ დაიწყო ძალიან. ძალიან გამოთიშულები ვართ ახლა და ცოტა უნდა გამოვხიზლდეთ, თორემ ეგრე არ შეიძლება, რა თქმა უნდა დაცვაზე გადავიდნენ ისინი. თავისთავად გადავიდოდნენ კიდევაც. სამი თორი, ერთადერთი ქულა. აი წნარად ვიყავი, კონცენტრირებული ვიყავი მართლა და ვცდილობდი მაქსიმალურად, რომ აი ერთამდე შემემცირებინა ეს სხვაობა და ახლა უკვე უნდა ვიბრძოლო მაქსიმალურად იმისათვის, რომ არ წავაგო, ანუ ფრე მაინც რო დავასრულო, მე ყოფა დრო 65 წუთია ჯერჯერობით. ნახოთ. არ ვიცი რა იქნება. აბა დავაკვირდეთ. მოვლენებს როგორ განვითარდება. ანუ ძალიან მაგრად ათამაშებენ რა მართლა. ეს იმიტომ ხდება, რომ ანუ ძალიან ბევრი ისეთი მომენტი მქონდა და ვერ გამოვიყენე და ნუ მე რა თქმა უნდა სისტემაც აგიჟებს ამ ბოტებს. ერთხელ რო გააგიჟებს, აი შოუმენ ამას შეხედეთ ბიჭორას თამაშობენ, ჩემი დედას პიცა ვარ. ეს პროსტა გადაუვიდა და გადავჭით, მართლა გადავჭით რა. თორე ანუ შეიძლება და მეოთხე გოლის გაიტანა და მან დასრულებულიყო ყველაფერი რა. აბა წინ გაიქეცი ისაკნო, აი არაფერი არ გამოვიდოდა ამ შეტევისგან მაინც. ნუ რა თქმა უნდა უკან დააბრუნეს ბურთი. 3-3 და მე შეტევაზე რო გადმოვლენ შეიძლება რომ წავიჭირო რა. 3-3 მინდა ყველა ვარიანტში. აუ შენი რაღა მაინც იქით გავაკეთე პასი მე კიდე. ნახეთ ბიჭო რა კარგად თამაშობენ. ვაიმე კოდი გაკპო. კინობოს 79 წუთზე 3-3 ხდება ანგარში. რა მაგარი თამაშია. ეს ნახეთ. როგორ გაიგდო გაკპო. აი ხალ გადმოვლენ შეტევაზე და მინდა რომ ერთ შეტევაზე წავიჭირო რა. ორი წამიძმება ხლა კონცენტრირებული უნდა ვიყო ყველანაირად. რა თქმა უნდა გადმოვინე შეტევაზე. 3-3 ანგარში და იმედი მაქვს მეოთხე გოლის გატანასაც მოვახერხებ ფრიმპოგ ხო. მოიშორე წინ მან დაიკა. ჯანდაბა. არა ბიჭო, არა იქით რატო? აუ დამერხა. პენალტი? არა. პენალტი. ვაიმე, ერთი წამი მამარდ მოიგერიე, ხო რა ვქენი ბიჭო.
შოშ წავაგე. ორი წამე. ეხა ბოლომდე დაცვაში. ბოლომდე დაცვაში, ბრატ. ყველანი. კიდე ჯარიმა, ბიჭო, არ გამაგიჟო ახლა. ვაიმე ეს რა თამაშია? ეს რა თამაშია, ღმერთო ჩემო. ბევრი ლაიქები ზემო ამ ვიდეოს, უკვე ძალიან მაგარია. უკვე ძალიან მაგარი თამაშია მართლა. აი, გთხოვ დაასრულე რა, აღარ შემიძლია. საიდან სად? ანუ არ მაინტერესებს, ფრე არ მაინტერესებს. მამარდ, ჩემი სიყვარული ხარ. ამას შეხედეთ. ვაიმე ბრატ. საღოლ ბიჭო. აი, არა უშავს, მე შვიდე ჩამოვიდ, მაგრამ ფეხებზე მკიდია მართლა. აუ, ესენი პირველზე არიან ჩემი დედასპიცავარ. აი, როგორ უნდა მოვუგო ბიჭო, ამათ ვინები არიან პირველზე ჩემი? ვინები არიან ძმაო პირველზე? ბიჭო, აი, ეს თამაში იყო იმენა აბსოლუტ სინემა ბრატ. აი, ფრიმპონგი არ არის ხოძე, რას ვიზამთ? ანუ ჯერ საიდან სად? 3-1-დან 3-3-მდე და მოგება შეძლო მამარდ. მამარდ. სიყვარული კაცი ხარ რა. კაი, პირველ ადგილსაც ვეთამაშები. ვაიმე ეს რა იყო ბრატ, კაი. დავაი დავწყნარდეთ შოუ, მორჩა, ნუ ემოციების ზღვა წამოვიდა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ემოციები გამყვება ბოლომდე აწი. ვიდეოს ბოლომდე. ღმერთებო, ეს რა იყო? სად გააკეთ ამ ამბასიტო? ესენი არიან ბიჭო პირველზე, ნახე რა თამაშობენ? ესენი არიან პირველზე? ჩემი დედასპიცა ვარ, ღადაო ბიჭო? სირცხვილია, ძმაო, სირცხვილი. შეიძლება ამათ რაღაცა სუსტი გუნდები შეხვდა და მაგით ვარიან პირველზე. თავიდანვე. ესენი როგორ არიან ბიჭო პირველ ადგილზე? ესენი პირველ ადგილზე როგორ არიან? აუ, ჩემი დედასპიცა ვარ. ვაჰ, ჩემი. კაი. დავაი. 1-0. ანუ ხო რა, ესენი უნდა ჩამოვიყვანო დაბლა რა. ჯერ მთელი მატჩი წინ არის, რა თქმა უნდა. თუმცა ნუ ნახოთ აბა. უფ. აი, ხო. განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად მე ვერაფერს ვერ დავამატებ. პირველ ადგილზე ესენი რო არიან არის უდიდესი სირცხვილი. აი, უდიდესი სირცხვილი მართლა. ძალიან დიდი სირცხვილია. ანუ უდიდესი, აი, რავი, ძალიან დიდი. აბა. გამბერხ. სობოსლაი, ისაკისკენ არ გამომივიდა პასი სამწუხაროდ. გამბერხ. ვაიმე ვერ მოვჩეხე კარგად, ვერ მოვჩეხე რა. ბურთსაც მე მომინდოდა იდეაში, თუმცა ვერ მიაღწია მამარდ. რა შვებით, ბიჭო? რა ქენი ძმა ხელში აიღო ბარემ და ვაიმე რა გააკეთა ბიჭო, რა გააკეთა? ეს რა გააკეთა ჩემ? ვაიმე. ჩემი დედასპიცა ვარ, არ გავგიჟდა ხა. ორი ზედიზედ, ორ მატჩი, ორი მოგერიებული.
ეს დღესღამით უნდა დავაედიტო და უნდა გამოვუშვა თქვენკენ რა. დღესღამით არა, მაგრამ ხვალ აი სასწაული ვიდეო მოდის თქვენკენ ძმებო. ძალიან ბევრი ლაიქები, ძალიან გთხოვთ, აი ძალიან გთხოვთ. ვაიმე. გიჟგვანან გუნდები. აი მამართ, აი ჩემი სიყვარული ადამიანი ხარ რა. რობერტსონი, პასი, ვან დაიქზე. აუ რა კიდე კაი ვიდეოს ხო იღებს ჩემი დედას ბრძოლი. იღებს ვიდეოს. ვაიმე, ვიდეოს რო არ იღებდეს, ეხლა შეიძლება აი რა ვიცი გავაფრინო და ფუტბოლის კარიერა შევწყვიტო. ბიჭო, 3-0 ხო? აი, ბიჭო, კიდევ აი რამდენ გოლსაც გავიტან, იმდენჯერ ვიტყვი რომ ესენი პირველ ადგილზე ყოფნის ღირსები არ არიან. აი მართლა, ესენი არიან პირველ ადგილზე და ჩვენ ვართ მე-7-ზე, ბიჭო, სირცხვილია ზმაო. მართლა სირცხვილია. რა გავარდნა გუნდი არის, ბიჭო, ეტყობა რა ვიცი, რაღაცა სუსტი გუნდები შეხვდა თავიდანვე და მაგათ მოუგო და ისე გავიდა პირველ ადგილზე. აი რანაირად, ბიჭო, ჩემი. ვან დაიკი დაგითმობს ამ იმას. კონატე რა ის იყო აკრობატული მოშორება. ოკეი. ეს არის ყო რაღაცა კარგი პასი და თავისუფლად აიღო მეკარემ ხელებში რა. ვაიმე, იქვე აკეთებდა პას, ბიჭო, გაკპო ცოტა ქვემო ჩაომეწია რა იქნებოდა. გრავენბერხით მიუხვდი სადაც აკეთებდა პას, თუმცა ვერ მოვუსწარი რა ამ ნაბოლარას ამას. კიდე პენალტი, ბიჭო, არ გავიგიზდე ახლა. ვაიმე, კიდე პენალტი და ეს მე მგონი წითელია, არა, ყვითელია. აუ, ჩემი კაი. საღოლდო, აუ, ჩემი, არა რა. აი, ესეც რო აიღოს მამარ და მე ხლა აი, არა მგონია ეს რო აიღოს. არა. ნუ ყველას ვერ აიღებდა, ოკეი. კაი, არა უშავს. ნუ ეხლა ძმებო, ყველას ხო ვერ აიღებდა, ხო? არა უშავს, კაცა ეხლა ერთი პენალტი თუ გაუშვა, ეგ არაფერი. ეგეც არაფერი, ეგეც რომ მოიხსნა, აი ვაფშე საერთოდ რაღაცა იქნებოდა, აი რა ვქენი, ზმა? რა ვქენი? მე შემთხვევით უკან გავისურვე მამარ დასკენ ჩემი კაი. კიდე კაი მან არავინ არ იყო ახლოს, თორე ხო დამერხეოდა. მოკლედ და კონკრეტულად ძმებო, უსასწაულესი ვიდეო მოდის თქვენკენ, თქვენ ძმობას და დობას ვიცავარ მართლა. უსასწაულესი ვიდეო, აი ცვეთში მართლა. კაროჩე, დაალაიქეთ ძმებო ეს ვიდეო ყველამ აბსოლუტურად. ყველამ დაალაიქეთ. ძალიან ბევრი ლაიქები, აი გთხოვთ, გემუდარებით მართლა რა, აი ძალიან გთხოვთ, ძალიან ბევრი ლაიქები რა. იმიტომ რომ იმსახურებს ეს ვიდეო აი ამ, რავი, ბევრ ლაიქს. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზელაკი, მე კიდე იზღარ ამ შენია რომ დაგემშვიდობოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.